კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ თელ საქართველოში და გვიყურებთ რადიო იმედის და ტელეიმედის პლატფორმებზე. შემოგვერთდა სოფლის განვითარების აგენტოს პროგრამების შეფასებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ელენე სურგულაძე და ჩვენ ვისაუბრებთ აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ამოქმედდა 1 ივლისიდან, ვის შეუძლია მონაწილეობის სურვილი გამოთქვას მასში, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარი და რა მიმართულებების დაფინანსება მოხდება, სწორედ ამას შევიტყობთ ჩვენი სტუმრისგან. მოგესალმებით, მადლობას გიხდით ელენე გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ თავად ამ პროგრამაზე საუბრით. ჩვენს მსმენელს რომ კონდეს შესაძლებლობა მთელ საქართველოში, თქო დაინტერესდეს ამ საკითხით, რას მოიცავს ეს პროგრამა და შემდეგ უკვე გითხარით რა მიმართულებებია ფოკუსის ქვეშ, ასე ვთქვათ, რომ კონკრეტული ვთქვათ ინტერესი გავაჩინოთ ადამიანებში. მოგესალმებით, მადლობა თემით დაინტერესებისთვის. დავიწყოთ თავიდან და რამდენიმე სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციირებით უკვე მრავალი წელი ახორციელებს მხარდამჭერ პროგრამებს. აგროთანადაფინანსების პროგრამაც არის ზუსტად ასეთი პროგრამა. აქამდე განხორციელებულ პროგრამებს ჰქონდათ კარგი შედეგები, თუმცა აგროსექტორი მუდმივად ვითარდება საჭიროების განვითარებას და დღეს უკვე მხოლოდ მხარდაჭერა საკმარისი აღარ არის, მნიშვნელოვანია რომ პროექტები გახდეს მეტად კომერციული. აუცილებელია რომ საექსპორტო ბაზარზე ვიყოთ კონკურენტუნარიანები, შესაბამისად საჭირო გახდა ახალი პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს სრულ აგრარულ ციკლს დაწყებული პირველადი წარმოებიდან, შევნახვა გადამუშავება და შემდეგ უკვე შენახვა გადამუშავება რაც მოიცავს ყველაფერს, შემდეგ უკვე დასრულებული შეღავათიანი აგროკრედიტის როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი საშუალებებით. ანუ სრული აგროციკლის მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების მოწყობა, მეცხოველეობისა და მეფრინვალეობის ფერმების შექმნა და განვითარება, ასევე პროგრამა ითვალისწინებს მეფუტკრეობის ხელშეწყობას, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობის მოწყობას. ასევე ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, თანაც შეღავათიანი აგროკრედიტით. მოდით გითხარით, რას ითვალისწინებს ეს შეღავათიანი აგროკრედიტი. კი ბატონო, ვისაუბროთ ამაზე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გათვალისწინებულია აგროთანადაფინანსების პროგრამით. შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა ივლისიდან უკვე მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ აგროთანადაფინანსების საგრანტო კომპონენტში, კერძოდ რაც თქვენ აღნიშნეთ, თუ კი მონაწილეობას სურს პირველადი წარმოების კომპონენტში, იგივე ბაღების მიმართულებით, ფერმის მიმართულებით, მეფუტკრეობის მიმართულებით, თუ კი სასაკლაოს მოწყობა სურს, ან თუ არის დაინტერესება შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოს მიმართულებით. შეღავათიანი აგროკრედიტი ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებას სააგენტოს მიერ 36 თვის ვადით, არ უმეტეს 8%-ის. ჩაგეკითხებით აქვე თავად აგროთანადაფინანსება, ვთქვათ, რა პროცენტით ხდება, ესეც რომ ავხსნათ, რას გულისხმობს, ვთქვათ. კი ბატონო. ესეც რომ გითხრათ. მოდით დავყოთ, მაშინ როგორც თქვენი საუბრეთ ასე, პირველადი წარმოების პარკლებში ბაღების მიმართულებით, ასევე სათბურების, მეფუტკრეობის მიმართულებით, ეს არის არაუმეტეს 50% პროექტის ჯამური ღირებულების, ასევე გვაქვს 50% შეუძლიათ მიიღონ ადამიანებმა დაინტერესებულმა პირებმა. თანხის არის შეზღუდული და ეს არის 2 მილიონი ლარი. ამ ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსების მიღება. ასევე გვაქვს 55% გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების შემთხვევაში, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში არის წამახალისებელი. თავად შეღავათიანი როგორ შეგვიძლია ავხსნათ? რა პირობებს? შეღავათიანი აგროკრედიტი გულისხმობს კომერციული ბანკების მიერ, საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ. და ეს საერთო ლიმიტიდან, აი ამ საერთო თანხიდან დაითვლება უკვე ივლისიდან, თალკი აღარ იქნება შესაძლებელი შეღავათიანი აგროკრედიტის სარგებლობა და როდესაც პროექტი განხორციელდება, უკვე საერთო ლიმიტიდან გამოაკლდება სესხზე გადახდელი პროცენტი. კეთილი, ვიდრე ვთქვათ, ვისაუბრებთ დაშვების წინაპირობებზე და რეესტრზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, თემა, მოდით ადამიანებს, რომლებიც ახლა ჩვენ გვისმენენ, დაინტერესებთ ეს საკითხი, ვუთხრათ ყველაზე უფრო აქტიური მიმართულება და ინტერესი რა კუთხით ვლინდება ხოლმე წლების განმავლობაში, თქვათ, დაფინანსების ძირითადი, ასე ვთქვათ, მიმართულება საით მიდის.
კი ბატონო ვისაუბროთ ამაზე. ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია, ვრცელია მოცვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად აი ამ შესაძლებლობებისა, მაინც კონკრეტული მიმართულებები არსებობს, სადაც უფრო მეტი ინტერესია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინტერესია ყველა მიმართულებით და ზუსტად ამიტომ არის ეს ყველაფერი გაერთიანებული ერთ პროგრამაში, მაგრამ წლებმა გვაჩვენა, რომ უწყვეტი ინტერესი არის მრავალწლოვანი ბაღების გაშენების მიმართ. კერძოდ შეიძლება გამოვარჩიოთ მაგალითად ლურჯი მოცვის კულტურა, იმიტომ რომ ასეთი დიდი დაინტერესება იყო, დღეს უკვე შესაძლებელია ივლისიდან ლურჯი მოცვის ქოთნებში გაშენება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა რეგიონს დაფარავს ლურჯი მოცვის წარმოება ამ კუთხით. ფიქრობ, რომ ასევე მნიშვნელოვანი იქნება იგივე ფერმების შემთხვევაში დაფინანსების მიღება, ასევე გვაქვს ჩვენ ახალი და ძალიან საინტერესო მიმართულება, ეს არის აკვაკულტურის წარმოება და აკვაკულტურის მეურნეობები და მარიკულტურის მეურნეობები და გამოყოფდი ასევე სასაკლაოების მოწყობის მიმართულებას, რაც შეიძლება აქამდე ისეთი მნიშვნელოვანი საგრანტო კომპონენტში არ გქონდა გათვალისწინებული, თორემ შეიძლება ისე ყოფილიყო. ამ მიმართულებით ფიქრობ დაინტერესება დიდი იქნება, იმიტომ რომ შესაძლებელია როგორც ახალი სასაკლაოების მოწყობა, ისე გაფართოება გადაიარაღება, რაც შეუწყობს ხელს იმას, რომ თანამედროვე სტანდარტებთან იყოს უკვე ეს მოყვანილი და შესაბამისობაში და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, რაც დღეს გამოწვევა ქვეყნის. ელინე, როგორც ხვდები ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია თელს ქვეყანაში ადამიანებს კონკრეტულ თქვათ პირებს, ვისაც მსგავსი ტიპის ბიზნესის განვითარება აინტერესებს. თუ აქაც რაღაც კონკრეტული დაშვებები არსებობს. კი ბატონო, აი მაგალითად გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შემთხვევაში აუცილებლად ბენეფიციარი უნდა იყოს იურიდიული პირი. აქ არის 40%-ის ოდენობით თანადაფინანსება განსაზღვრული. მაგალითად პირველადი წარმოების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს როგორც მეწარმე, ისე მეწარმე ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი. საბრუნავი საშუალებების შემთხვევაში შესაძლებელია დაშვება იყოს ფიზიკურ პირზეც. კეთილი. მოდით ახლა გითხარით კრიტერიუმებზე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, როგორც თქვათ კერძო პირები, ისე იურიდიული პირები, იმისთვის რომ მიიღონ ეს შეღავათიანი აგრო თანადაფინანსება და შემდეგ გითხარით თავად პროცედურა როგორია. ეს თანხა თქვათ სრულად ირიცხება თავიდანვე თუ გარკვეული თქვათ პერიოდულობით ხდება მისი ჩარიცხვა. კი ბატონო, პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, რომ როგორც თქვით, ხელშეკრულება, ნახეთ, ყველა პროცესში არის ჩართული სააგენტო, სოფლის განვითარების სააგენტო. კრიტერიუმებს რაც შეეხება, ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი აგროთანადაფინანსების პროგრამის. გათვალისწინებულია ყველა მიმართულებით კრიტერიუმები, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული უნდა იყოს, სათბური იქნება, ფერმა იქნება თუ ბაღი იქნება და არის გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი, ეგრეთ წოდებული ჩეკლისტები, რაც გამორიცხავს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და საშუალებას იძლევა, რომ თუ კი დაინტერესებული პირი სრულად შეასრულებს ამ კრიტერიუმებს, აუცილებლად მიიღებს დაფინანსებას. ეხლა რაც შეეხება ეტაპებს და რა დროს ხდება თანადაფინანსების გაცემა. პირველ რიგში შემოდის განაცხადი ჩვენთან ფერმერთა რეესტრზე ვისაუბრებთ და ამიტომ ამ ნაწილს გამოვტოვებთ და შემდეგ ვთქვათ. პირველ რიგში ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჯერ ხელშეკრულების გაფორმებამდე ხდება განაცხადის შეფასება, როგორც დოკუმენტურად, ასე ადგილზე კონტროლის მეშვეობით და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უკვე უნდა დასრულდეს მთლიანად პროექტი, ბენეფიციარმა უნდა დაასრულოს სრულად თავისი პროექტი, წარმოადგინოს ხელშეკრულების პირობების შესრულების დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნა. ამის შემდეგ სააგენტო განახორციელებს ადგილზე კონტროლს და დარწმუნდება, რომ პროექტით გათვალისწინებული მიზნობრიობა შესრულებულია და ადგილზე მოწყობილია ზუსტად იმ სტანდარტების შესაბამისი მეურნეობა, რისთვისაც უნდა გაიცეს დაფინანსება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დაფინანსების გაცემა. ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო რესურსების გაღება იქნება დაზღვეული, ასე ვთქვათ, შედეგზე ორიენტირებული იქნება ეს პროგრამა და ყველა შემთხვევაში გამართლებული იქნება ბოლოს უკვე ამ თანადაფინანსების გაცემა, იმიტომ რომ სრულად უკვე დაფარული იქნება პროექტის შესრულება. ფერმერთა რეესტრზეც ვისაუბროთ, ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც ფაქტობრივად ბენეფიციარმა უნდა დაიწყოს მომართვა თქვენთან. და შემდეგ უკვე მთელი რიგი ალბათ ვთქვათ დოკუმენტაცია, რომელიც მან უნდა წარმოადგინოს. რა შეგვიძლია ამაზე ვთქვათ? კი ბატონო, ივლისიდან ჩვენ არა მარტო აგროთანადაფინანსება დავიწყეთ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, როგორც ქვეყნისთვის და ისე მისი ქვეყნის ყველა წარმომადგენლისთვის.
პირებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის, ფერმერებისთვის ამ რეესტრში, როგორც ყველა ეძახის, ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში ხდება ყველანაირი ინფორმაცია სოფლის მეურნეობით დაკავებული პირების შესახებ, რა კულტურებს ფლობენ, რომელი მიწები არის ათვისებული, სად რა საწარმოა განთავსებული და ასე შემდეგ. ეს არის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი აგროთანადაფინანსების პროგრამაში მონაწილე პირებისთვის, რომ წარმოადგინონ განაცხადი. რეგისტრაცია ხდება სხვადასხვა გზით, შესაძლებელია პირი მივიდეს ჩვენს რეგიონულ საკონსულტაციო სამსახურში, შეიძლება მოვიდეს თბილისში, ცენტრალურ ოფისში და გაიაროს რეგისტრაცია აი ამ რეესტრში, წარმოადგინოს საიდენტიფიკაციო მონაცემები თავისი და წარმოადგინოს აუცილებლად მიწასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. საბოლოო ჯამში აი ამ რეესტრის შექმნა უზრუნველყოფს იმას, რომ შემდგომში გვექნება ყველა მონაცემი, რა მიწები გვაქვს ათვისებული, სად რა დაფინანსება არის გაცემული, ან რა არის დაინტერესება და მხარდამჭერი პროგრამების სამომავლოდ სამუშაო შედგენაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები დარეგისტრირდნენ ამ რეესტრში. ელენე, მაინტერესებს კონკრეტული ვთქვათ ბიუჯეტი არსებობს, რომელიც უნდა გადანაწილდეს ამ პროექტებზე, თუ ვთქვათ დაინტერესების შემთხვევაში ხდება მისი ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ ვთქვათ ამ თანხასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ხო ადამიანებს, რომლებიც შეიძლება რომ მსგავს საქმიანობას ეწეოდნენ და აქვთ ეს შესაძლებლობა, აძლევთ სახელმწიფო, გარკვეული შეღავათების ვთქვათ აღების სურვილი ყველას ექნება და როგორ ვთქვათ მოყავთ ეს რაოდენობა, ვთქვათ რაღაც იმ კონკრეტულ ვთქვათ პროექტებამდე, რომელიც შემდეგ უნდა დაფინანსდეს. ანუ ეს წინასწარ არის გაწერილი, თუ დროთა განმავლობაში ვთქვათ კონკრეტულად აი ამ პროცესის განმავლობაში კეთდება. კი ბატონო, ამ ეტაპზე ეს განაცხადების მიღება იქნება გახსნილი სრულად ყველა დაინტერესებული პირისთვის. როგორც გითხარით, პროგრამების გამსხვილებისკენ მიდის პროგრამები, ამიტომ მინიმალური ზღვარი არის დაახლოებით 100,000 ლარი იმისთვის, რომ პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, მაქსიმალური ზღვარი არის 2 მილიონი და შეიძლება რაღაც გამონაკლისები, მაგრამ სტანდარტულ შემთხვევაში არის 2 მილიონი ლარი. ამ ეტაპზე ყველას აქვს დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა, წინასწარ განსაზღვრული ჩამკეტი მექანიზმი არ არის თუ როდის დასრულდება ეს პროგრამა და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა ეს სამუშაო პროცესია, პერიოდულად შეიძლება გადაიხედოს, ნაკლებად პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთოს და ამის ნაცვლად ჩანაცვლდეს დაუშვათ მეტად პრიორიტეტული მიმართულებებით. ამ ეტაპზე ყველა დაინტერესებული პირისთვის ღია სოფლის განვითარების. როდემდე შეუძლიათ განაცხადების მოწოდება და როდემდე ამ ეტაპზე ჩაკეტილი ვადა, შეუძლია თავისუფლად გაეცნონ პირობებს, მიმართონ სააგენტოს ხელხას 1501-ს, ჩვენს ვებგვერდზე შეიძლება გაეცნონ ინფორმაციას და წარმოადგინონ განაცხადები და ის სტანდარტული დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებს პროგრამა. ასევე 1 ივლისიდან ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის ხელმისაწვდომი არის სოფლის განვითარების აგენტოს გარკვეული პროგრამები. რა პროგრამებია ესეც რომ ვთქვათ? კი ბატონო, აგროთანადაფინანსების მიიღოს ინფორმაცია ეთერიდან. კი ბატონო, აგროთანადაფინანსების პროგრამის გარდა ჩვენ გვაქვს ტექნიკური დახმარების პროგრამა, რაც ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უკვე არსებულ მეურნეობებში. გვაქვს ასევე მოსავლის სამღები ტექნიკის დაფინანსება, ბიოწარმოების ხელშეწყობა და ამ პროგრამებში შესაძლებელია მონაწილეობის მიღება. აქაც აუცილებელი პირობაა, რომ გაიაროს რეგისტრაცია პირმა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში. როდესაც უკავშირია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კითხვები მათ აქვთ მუდმივად, ყველაზე უფრო მეტად, თქვათ, ბენეფიციარებს, ბიზნესებს, რისი ინტერესი აქვთ, რასაც შეიძლება რომ თქვათ, მიაქციოთ ყურადღება და შემდეგ კონკრეტული ესა თუ ის პროგრამა მოერგოს ამას. რას გეკითხებიან ყველაზე ხშირად, რა საჭიროებებია? იცით რა, საჭიროებები შეიძლება იყოს, არის ნამდვილად ძალიან ბევრი, არის ყველა მხრივ. ეს აგროთანადაფინანსების პროგრამა ზუსტად ასეთი ტიპის აუდიენსებით, ბევრი შეხვედრით ფერმერებთან არის მიღწეული და მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული. დღეს უკვე იმდენად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა და აგროსექტორი, რომ თუ დაუშვათ წლების წინ, როდესაც ვიწყებდით ამ ყველაფრის გაკეთებას, იყო დაუშვათ მინიმალური დაინტერესება და გვიწევდა რაღაც შეღავათიანი აგროკრედიტის ბანკების ჩართვით რაღაცა ინფორმაციას. ცნობიერებას გაიზარდა ამასობაში, მე მგონი ადრე მახსოვს როგორ ხსნიდით
დეტალურად ამ ყველაფერს, ახლა მე მგონი მალევე კი ბატონო, ნამდვილად ეგრე არის, ითვისებენ. ნამდვილად ესეა. ეხლაც დღემდეც ხდება ფერმერებთან, მეწარმეებთან შეხვედრა და ყოველთვის ხდება გადახედვა იმ საჭიროებების, რაც შეიძლება რომ იმ წუთას ქვეყანაში იდგეს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს და ყველა ცდილობს შეიქმნას ხარისხიანი პროდუქცია და აგროთანადაფინანსების პროგრამა ხელს შეუწყობს მათ, ვისაც სურთ, რომ ხარისხიანი პროდუქცია შეიქმნას ამას, რითაც ისარგებლებს როგორც სახელმწიფო, ისე უშუალოდ მეწარმე. სად მოგმართონ დაინტერესებულმა პირებმა? კი ბატონო, დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება მოგმართონ ფიზიკურად სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, თბილისში, სანდრო ახმეტელის 10-აში, შესაძლებელია ჩვენს რეგიონულ სამსახურებში მივიდნენ საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებში, ყველა რეგიონს ფარავს სოფლის განვითარების სააგენტო, მოგმართონ ჩვენს ვებგვერდზე rda.gov.g და დაგვიეკან ცხელ ხაზზე, რომელიც სხვათა შორის 24 საათიანია 15:01-ზე. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ელენე სორგულაძე, სოფლის განვითარების აგენტოს პროგრამების შეფასებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. გეტყვით, რომ სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 ივლისიდან აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაცემიდან შეიტყვეთ დეტალები და ინტერესების შემთხვევაში კი სათანადო კონტაქტები გამოიყენეთ. მადლობას გიხდით დათმობილი დროისთვის და გემშვიდობებით ორშაბათამდე ნახვამდის.